ცოტა ხნის წინ ჩემს YouTube არხზე დავდე ერთი ძალიან საინტერესო ვიდეო თბილისის ყველაზე სასტიკ ადგილებთან დაკავშირებით. იმ ვიდეოში დაგისვით პატარა შეკითხვა თუ რამდენად ისურვებდით 9 აპრილის თემატიკაზეც რომ მემუშავა და მე უკვე თქვენთვის გამეზიარებინი. გამოხმაურება მოხდა ფანტასტიკური და გადავწყვიტე რომ დღევანდელ ვიდეოში მიუბრუნდე ამ თემას და გაგიზიაროთ აბსოლუტურად ყველაფერი რაც დაგეხმარებათ ჩვენი ისტორიის უკეთ აღქმაში. გამოიწერეთ არხი, დაალაიქეთ აუცილებლად ეს ვიდეო და დავიწყოთ ერთად 9 აპრილის გახსენება. აბა წავედით. სხვათა შორის ამ ვიდეოზე მუშაობა რომ დავიწყე, ანუ მთავარი მიზეზი რაც მაქვს იდეაში არის ის, რომ მე თვითონ მაინტერესებს, იმიტომ რომ ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიაა და მინდა რომ რაც შეიძლება ბევრმა ადამიანმა გაიგოს და მეორე მხრივ ძალიან მაღიზიანებს ხოლმე, როდესაც ახალგაზრდებს, ახალი თაობის წარმომადგენლებს ლანძღავენ, შეურაცხყოფებს აყენებენ იმის გამო, რომ ეს ისტორია არ იციან და იმის ნაცვლად რომ იფიქრონ როგორ გამოვასწოროთ ეგ ყველაფერი ლანძღვაზე ვართ გადასულები და ჩემი მცდელობაც ეგ არის რომ მათ ვისაც საერთოდ წარმოდგენა არ აქვს რა მოხდა 9 აპრილს მივაწოდა ეს ინფორმაცია მარტივიენით, გასაგებიენით და აუხსნა თუ რატომ არის მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნის ისტორიისთვის 1999 წლის 9 აპრილი. სანამ 9 აპრილის თემატიკაზე დავიწყებდეთ საუბარს, მნიშვნელოვანია რომ წინა პირობებზეც ვისაუბროთ, რამაც განაპირობა ზუსტად 9 აპრილის მოვლენები. მოკლედ სოფელ ლიხში ანტიქართულად განწყობილმა აფხაზებმა შეადგინეს პეტიცია, რომელიც გულისხმობდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საქართველოსთან გასვლას და რუსეთთან მიერთებას. რაც რა თქმა უნდა გამოიწვევდა პროტესტს და გამოიწვია კიდეც აქტიურად დაიწყო მიტინგები, მათ შორის სოხუმშიც და მერე საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი თბილისში გადმოვიდა ილია ჭავჭავაძის საზოგადოების ინიციატივით რა. თუმცა, როგორც კი აფხაზეთის საკითხი უკანა პლანზე გადავიდა და გადმოიწია წინა პლანზე საქართველოს დამოუკიდებლობის იდეამ, აქ უკვე ძალიან დიდ როლს თამაშობს ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობა და მისი ლიდერები. ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება ზუსტად მასში, როდესაც აქ გამოდის ათასობით და 10,000-ობით ადამიანი და იწყებს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნას, რასაც რა თქმა უნდა რუსეთი არ გაპატიებდა და არც აპატია ამ ხალხს. 1999 წლის აპრილის პროტესტების საბაბი იმ წელს აფხაზეთში განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება. 18 მარტს ლიხში გამართულ სახალხო კრებაზე აფხაზურმა ორგანიზაცია აიდგილარამ მოსკოვში გააგზავნა წერილი, რომელშიც საქართველოს წინააღმდეგ რიგი ბრალდებები გამოთქვეს და აფხაზეთის პოლიტიკური სტატუსის ამაღლება მოითხოვეს. 25 მარტს ვაკის პარკში, იმ დროისთვის გამარჯვების პარკში, გაიმართა პირველი საპროტესტო მიტინგი. სიტყვის წარმოთქმელთა შორის იყვნენ ეროვნული მოძრაობისა და ინტელიგენციის წარმომადგენლები. იმავე დღეს დიდი აქცია გაიმართა გალშიც. 28 მარტს კი გაგრაში ფართომასშტაბიანი ქართული დემონსტრაცია შედგა. პროტესტები აფხაზეთის თითქმის ყველა კუთხეს მოედო. ეს კურსი მოსკოვისა არ ახალია, ძველია. იგი მიზნად ისახავს საქართველოში ეროვნული პატრიოტული მოძრაობის მართვას. ამ გზით, ამგვარი პროვოკაციების გზით სურთ დაამოხუჭონ, შეაჩერონ ჩვენში ეროვნული მოძრაობა და ყველა მისი გამედული ინიციატივა განსახილველი დაგლა. ეს არის ეგრეთ წოდებული აფხაზეთის კონზირი მოსკოვის ხელში, კრემლის ხელში, რომელიც სურთ გაითამაშონ ჩვენს წინააღმდეგ. მაგრამ მათ ახსოვდეთ, რომ ეს კონზირი ვერ გაჭრის. ვინაიდან ამას დაუპირისპირდება ქართველი ხალხის ერთიანი ზალა. სადაც ახლა მე ვდგავარ, აქ იდგა უამრავი ადამიანი და მათ შორის წინაც 4 აპრილიდან, ანუ 4 აპრილს, როდესაც ყველამ აბსოლუტურად გადმოინაცვლა თბილისში და საპროტესტო ტალღა დაიწყო აქ, მათი მთავარი მოთხოვნა იყო ლიხნის წერილის ავტორების პასუხისგებაში მიცემა. თუმცა, როგორც წეგან გითხარით, 6 აპრილიდან უკვე ყველაფერი იცვლება და ამ ადამიანებს უნდათ მხოლოდ და მხოლოდ თავისუფლება. და ზუსტად ამას არ აპატიებს რუსეთი აქ მდგომ მოსახლეობას. ამ კიბეებთან, ახლა სადაც ავდივარ, იდგა ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობის ყველა ლიდერი, ხო? რა ვიცი, მერაბ კოსტავა, ზვიად გამსახურდია და მათ შორის სხვებიც. საქართველოს ისტორიაში ყოფილა დიდებული წამები და ეს წამი არის ერთ-ერთი უდიდებულესი. როდესაც ამ 70 წლის მანძილზე ამ ტანჯვასა და ვაებაში, ამ სისხლის ბრაში
როცა შაქრული ასამთრიანი წარმოდგა ქართველიერი ღვთის წინაშე. როდესაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეს აქცია შეიძლება დაშლილიყო, რაზეც რუსების ქმედებები მეტყველებდა წინა ღამით, თუ წინა დღისით, როდესაც ჩამოიარეს ჯავშან ტექნიკით, ვერტმფრენებმა გადაიფრინეს რაღაცნაირად, ეს იყო მათი მხრიდან იმის ჩვენება და იმის თქმა, რომ დაიშალეთ, თორე დაგშლით. და როგორც კი ეს გავრცელდა, რომ აქციის დაშლას აპირებდნენ და მიტინგის დაშლას აპირებდნენ, ილია მეორე ამოვიდა ზუსტად აი აქ და აი აქედან მოუწოდა მომიტინგეებს, რომ დაშლილიყვნენ და გადასულიყვნენ ქაშვეთისკენ. თუმცა პასუხი იყო არა, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ აქ შეკრებილმა მოსახლეობამ იცოდა, რომ ვერანაირად ვერ დაიშლებოდნენ, რადგან ჰქონდათ ერთი მიზანი და ეს მიზანი იყო საქართველოს დამოუკიდებლობა. ილია მეორე, რა თქმა უნდა, ხვდებოდა ამ ყველაფერს და იცოდა, რომ ეს ამბავი კარგად არ დასრულდებოდა, თუმცა ამ ადამიანებმაც იცოდნენ ისიც, რომ ეს ამბავი თავისუფლების გარეშე არ უნდა დამთავრებულიყო. სისხლით, მაგრამ მაინც. არ დავინახოთ ის რეალური საშიშროება, რომელიც დგას ჩვენს წინაშე. აი ამიტომ მე მოვედი აქ, რომ დაგლოცოთ, რომ დამთავრდეს ეს შეყრილობა. მე მოვედი იმისათვის, რომ წავიდეთ ტაძარში და მადლობა შევსწიროთ ღმერთს გადარჩენისათვის. მე ახლა მაცნობეს, რომ საშიშროება რეალურია. შეიძლება ამ საშიშროებამდე დარჩა სულ რამდენიმე წუთი. ამიტომ ჩემო სულიერო შვილებო, გეძლევათ ლოცვა კურთხევა, რომ აბრძანდეთ ახლა და წავიდეთ ერთად ქაშვეთის წმინდა გიორგის ეკლესიაში და მადლობა შევსწიროთ უფალს. არა! Kisi gwaklat kwami. Merti davipitset, merti. გადმოვედით ქაშვეთის მხარეს, ზუსტად ქაშვეთში გადმოსვლას სთხოვდა ილია მეორე, როდესაც მომიტინგეებს მიმართავდა და ქაშვეთს აწყდებოდა ძალიან ბევრი ადამიანი, როდესაც დაიწყო დაშლა მიტინგის, გაზი რო გაუშვეს, ხალხი რა თქმა უნდა უკან იხევდა და ამ უკან დახევაში იგულისხმებოდა ზუსტად ქაშვეთში შემოსვლაც რა, ქაშვეთის მხარეს გადმოსვლა. და აქ იდგნენ ადამიანები, რომლებიც ეხმარებოდნენ მომიტინგეებს, რომ თავი დაეღწიათ იმ ყველაფრისგან და ეს იყო მათთვის თავშესაფარი რა. და მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ქაშვეთს ორი მარტივი მიზეზით. ერთი, რომ მომიტინგეებს იცავდა და მეორე, ილია მეორე სიტყვები, რომ ქაშვეთში გადავიდეთ, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სიტყვები და მიმართვა 9 აპრილის მოვლენებიდან და ესეც უნდა გვახსოვდეს რა. მას კარგი განზრახვა ჰქონდა, რომ მომიტინგეები დაეცვა, თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, ამ თითოეულ აქ შეკრებილ ადამიანს ერთი მიზანი ამოძრავებდა და არაფრის დიდებით არ დათმობდნენ, ასე ვთქვათ, იმ თავისუფლებას, რომლითაც იბრძოდნენ. რთული ისტორიაა და რთული ამბავია რა, ზოგადად 9 აპრილი. მნიშვნელოვანი, რთული, სისხლიანი და თან საამაყო. ერთიანად ამდენი ემოცია შემოდიოდეს გონებაში და გულში, იშვიათია. გამთენიისას უკვე 9 აპრილს გაუფრთხილებლად რუსული ჯარები, არმია იწყებს მომიტინგეების დაშლას როდიონოვის მეთაურობით და აქ ხდება ძალიან სისხლიანი ამბები. და ზუსტად ჩემს წინ ახლა სადაც მე ვდგავარ, დადიოდნენ აი ეს რუსი ჩექმიანი ტიპები, დადიოდნენ ტანკები და ნიჩბებით ჩეხავდნენ ადამიანებს, ახალგაზრდებს, სკოლის მოსწავლეებს, სტუდენტებს და ზუსტად ამ მოვლენების გამო დაიღუპა 16 ადამიანი აქ, 4 დაიღუპა უკვე მოგვიანებით საავადმყოფოში და 1 დაიღუპა კომენდანტის საათის დროს. ჯამში
9 აპრილის მოვლენებს შეეწირა 21 ადამიანი. სადაც ჩვენ ყოველდღიურად დავდივართ, აქ იდგა სისხლის გუბეები. ჩემთვის 9 აპრილი ასოცირდება სიმღერასთან. როდესაც ტანკები შემოდიან, რუსი ჯარისკაცები არბევენ ხალხს და ამ დროს გაუჩერებლად ისმის სიმღერა. ეს არის ზუსტად ის, რაც გვაქცევს ჩვენ დამოუკიდებელ თავისუფალ სახელმწიფოდ რა. რომ ყოველგვარი ტკივნეული თუ აი ძალიან ცუდი მოვლენების დროს არ ვწყვეთ ბრძოლას. ეს არის მნიშვნელოვანი. და ეს უნდა ვიცოდეთ ყველა რა. ღამის 4-ის ნახევარზე მთავრობის სასახლის წინ გენერალ როდიონოვის ბრძანებით 2500-ზე მეტი ჯარისკაცი და მძიმე ტექნიკა განლაგდა. ზუსტად 4 საათზე ოპერაციის დაწყების ბრძანებაც გაიცა. რუსთაველის პროსპექტზე სპეცრაზმი ფარებით, ხელკეტებითა და სამხედრო ნიჩბებით შეიარაღებული შემოიჭრა. ევაკუაციის გზები გადაკეტილი იყო. მერვე პოლკის ბატალიონმა ჭიჭინაძის ქუჩიდან ხალხს გზა ჩაუკეტა, რამაც მარცხენა გაზონთან მასობრივი ჭყლეტა გამოიწვია. ხალხს ნიჩბებით შეხავდნენ. სამხედროებმა უხეშად დაარღვიეს ინსტრუქციები მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ მომწამლელი გაზი, ჩერიომუხა და ქიმიური ნაკეთობა K-51 საცხოვრებელ კვარტლებშიც კი გამოიყენეს. ქართული მილიცია ოპერაციაში არ მონაწილეობდა, რამაც ჯარსა და ხალხს შორის პირდაპირი სასტიკი ფიზიკური დაპირისპირება გამოიწვია. მეგობრებო, თუ მოგწონთ ჩემი კონტენტი, აუცილებლად გამოიწერეთ ეს არხი, დაალაიქეთ ვიდეო, დააკომენტარეთ, რამდენად გაინტერესებთ მსგავსი თემები და მეც რა თქმა უნდა გადავიღებ, იმიტომ რომ ჩემთვისაც საინტერესოა და მინდა რომ რაც შეიძლება მეტი რამ გაგიზიაროთ ჩვენი ქვეყნის ისტორიის შესახებ. ახლა აქ ვდგავარ, სადაც ძალიან ბევრი ადამიანი იდგა წლების წინ და აი აქ ზუსტად, აი აგერ იდგა ტანკები, სხვათა შორის ერთი აქეთ. აქ სისხლი იყო, სისხლის გუბეები იდგა, აი აგერ მღეროდნენ და ცეკვავდნენ მომიტინგეები, აი ჩემს წინ ზუსტად. და ძალიან ტკივნეული არის იდეაში გახსენება ამ 9 აპრილის, მაგრამ თან გიხარია და რაღაცნაირად ბედნიერიც ხარ, რომ ცხოვრობ ქვეყანაში, სადაც თავისუფლების ფასი იციან და თავისუფლებისთვის ბრძოლაც იციან. და რომ არა ეს ადამიანები, რომ არა ის ხალხი, ვინც აქ შეეწირნენ, რომ არა სტუდენტები და სკოლის მოსწავლეები, საბოლოო ჯამში ჩვენ ალბათ დიდი ხანი ვერ მივაღწევდით დამოუკიდებელ საქართველოს, რა ვიცი, იდეას რა და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ მინდა რომ ყველა მიცოდეთ. და სხვათა შორის ის ამბავი, რომ 9 აპრილი ბევრმა არ იცის, ტკივნეულია, მაგრამ ჩვენ ერთიანად უნდა ვეცადოთ, რომ არ დავივიწყოთ, გავავრცელოთ ეს ისტორია, ეს ამბები და აქ დაღუპულ ადამიანებს მივცეთ შვება, რომ ტყუილად არ დაიღუპნენ რა. ეგ არის მნიშვნელოვანი. აგერ არის მეგობრებო მემორიალიც, რომელიც დარწმუნებული ვარ ბევრ შეგიმჩნევიათ. შეიძლება ბევრმა არც იცოდეთ, რომ აი ეს მემორიალი ეძღვნება 9 აპრილს დაღუპულ ადამიანების ხსოვნას. და თუ აქეთ ერთხელ მოხვდებით და არ ყოფილხართ ჯერ, აუცილებლად გაჩერდით აქ, იმიტომ რომ კიდე ერთხელ ვამბობ, აი აქ, სადაც მე ვდგავარ, გადაწყდა საქართველოს ისტორია და საქართველოს დამოუკიდებლობის ამბები. ეს ძალიან მნიშვნელოვანი. კარგი ის არის და რაღაცნაირად სიმბოლურიცაა, რომ ზუსტად იმავე დღეს, ან 9 აპრილს, ოღონდ 2 წლის შემდეგ ვაცხადებთ საქართველოს დამოუკიდებლობას და აი ამ ყველაფერს უძღვნით 9 აპრილს დაღუპულ ადამიანებს რა და ეგ არის უდიდესი მიღწევა და უდიდესი გამარჯვება ჩვენი ერის, რომელსაც სჭირდება გაფრთხილება და რომელსაც სჭირდება გულში ჩაკვრა, იმიტომ რომ ეს თავისუფლება ესე ტყუილად არ მოდის და ამ თავისუფლებას სჭირდება დაცვა და ეს მინდა რომ ყველამ გავიაზროთ რა. სიმბოლურია საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის გამოცხადება 9 აპრილს, ვინაიდან ამ დღეს გადაწყდა საქართველოს ბედი. 9 აპრილის წამებულთა სულები დაგვცქერიან ჩვენ და ხარობენ ზეციურ ნათელში, რამე თუ აღსრულდა ნება მათი, აღსრულდა ნება ქართველი ერისა, გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს. ხარობდეს ერთი
სულ ეგ იყო დღეისთვის მეგობრებო, დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან საინტერესო ვიდეო იყო თქვენთვისაც, დარწმუნებული ვარ, რომ ისე ამოვნეთ და იმედი მაქვს ყოველ შემთხვევაში, რომ ისე ამოვნეთ. აუცილებლად დამიკომენტარეთ თქვენი შთაბეჭდილებები, თქვენი მოსაზრებები, თქვენი იდეები, რასთან დაკავშირებით გადავიღო სხვა ვიდეოები და აბსოლუტურად ყველაფერი, რაც გაგეხარდებათ. გამოიწერეთ ეს არხიც, დაალაიქეთ ვიდეო და დაგიბრუნდებით ძალიან მალე კიდევ და კიდევ უფრო საინტერესო კონტენტით. აბა მადლობა და დროებით.